როგორც პოლიციის აკადემიის რექტორი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, ამიტომაც რაღაცნაირად მინდოდა რომ არა მხოლოდ ამ შემზარავ დანაშაულის მიზეზებზე გვესაუბრა, არამედ აი შერყვნილ ქართულ პოლიციაზე, გაფუჭებულ პოლიციურ სისტემაზეც, მაგრამ დავიწყოთ ჯერ საუბარი იმით, რაზეც თქვენ საუბრობთ ბოლო დღეებია, მას შემდეგ რაც ეს აზარელი დანაშაული მოხდა, რეპორტაჟშიც იყო ფაქტობრივად ასე ღია მტკიცებულებები, რომ პოლიციამ იცოდა, რომ ეს ადამიანი იყო ბევრი კრიმინალური ეპიზოდი ჰქონდა მას. თუმცა ვიცით ისიც, რომ სახლიდან წაღებული იარაღები მას დაუბრუნეს. როგორ შეიძლება ეს რაღაცნაირად მოთარგმნოს სისტემამ? კი არაფერს არ ამბობენ, ცდილობენ ამ თემის გადაფარვას, რომ ეს გააკეთეს. საღამშვიდობის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი. ჩვენ საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან სერიოზულ პრობლემებზე გვიწევს ხაზგასმა. მაგრამ ეს არა პრობლემა, არამედ ყველაზე უფრო ესეთი შემზარავი თითოეული ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, დედისთვის, მე თვითონ დედა მყავს და ჩემთვის ალბათ და თქვენთვისაც რა თქმა უნდა. ეს არის ის ფაქტი, რომელიც არა თუ იმსახურებს, არამედ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ შემზარავ კვლელობაზე დავსვათ ყველა კითხვა. და ეს კითხვები, რომელსაც საზოგადოება ძალიან დიდი ხანია სვავს და პასუხს ითხოვს ამ კითხვებზე, ჯერჯერობით არის პასუხს გაუცემელი. კვირაზე მეტი გავიდა, რაც ვერაზე ქალაქის ცენტრში შვანინგის ქუჩაზე მოხდა ეს შემზარავი კვლელობა, არაფრის გამო, ღიმილის და სიცილის გამო. ადამიანმა, რომელსაც გაფორმებული ქონდა 3 ცეცხლსროლი იარაღი, 1 შაშხანა, ჩაცხრილა საერთოდ ესე არ ვიცი, ყოველგვარი რაიმე წინაპირობის, ერთი როგორ შეიძლება ამაზე რამე წინაპირობა იყოს, მაგრამ სიცილის გამო 3 ადამიანი, 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა 17 წლის მოზარდი დაიჭრა ერთი ქალი, რომელიც გამრელი იყო და ტაქსში და დაიჭრა ასევე 2 ბავშვი, 2 მოზარდიც. დაიჭრა 2 მოზარდი და ამის შემდეგ გაჩნდა ის კითხვები, რომელსაც მე, რა ვიცი, მთელი ამ კვირა-ნახევრის განმავლობაში თითქმის დღე არ გავა, რომ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიმართო. პირველი კითხვა, რაც მე მქონდა და თქვენ დაადასტურეთ პრაქტიკულად, ეხლა თქვენ სიუჟეტში, სალომეს მქონდა არაჩვეულებრივი სიუჟეტი, მაშინაც ძალიან კარგი, რამდენიმე დღის წინაც ძალიან კარგი ესეთი ინფორმატიული სიუჟეტი ჰქონდა მას, ფორმულას ეთერში გავიდა და არა მხოლოდ ეს კითხვები. პირველი კითხვა ეს იყო ნამდვილად, რატომ მოხდა, რომ ადამიანს, რომელიც იყო საკმაოდ პრობლემური ადამიანი, თავისი ინციდენტებიდან გამომდინარე, პრობლემური ადამიანი, რომლის შესახებაც არაერთხელ შესულა პოლიციაში შეტყობინება, ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, მძიმე ლექსიკით და ენით შეურაცხყოფას აყენებდა და ასე ვთქვათ, ძალადობდა კიდევაც ოჯახის წევრებზე, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ყოველგვარი სტიგმატიზაციის გარეშე ამ თემის, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რატომ აღმოჩნდა ამ ადამიანის ხელში 3 გაფორმებული იარაღი? რატომ აღმოჩნდა ლიცენზია ამ ადამიანის ხელში, ანუ იარაღის და კანონი თავის დროზე ვიდრე მას ჩამოართმევდნენ, ხო, ზოგადად როგორ შეიძლება აღმოჩნდეს? ქრონოლოგია როგორია? კანონი ცალსახად ჩვენ რას გვეუბნება? კანონი გვეუბნება ერთ რამეს, რომ საქართველოში იარაღის ლიცენზიის მოპოვება შეუძლია 18 წლის ზემოთ ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც უნდა წარადგინოს შესაბამისი ცნობები, მაგრამ არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არ არის, ასე ვთქვათ, ფსიქოტროპიული ნივთიერებების თრობის შემდეგ დაჯარიმებული ან თქვათ, რა ვიცი, ხარ მთელი ბაზები აქვს და მილიონ რაღაცას უყურებენ, ხო? ადამიანს, რომელსაც არ აქვს ნასამართლეობა და ასე ვთქვათ, ან ადამიანს,
რომელსაც გაქარწყლებული ნასამართლეობა აქვს, ხო? ანუ ესეთი ჩამონათვალია საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით ამ ადამიანს არაფრით არ შეეძლო იარაღის ქონა, იმიტომ რომ პირველი ჩვენ რა გავიგეთ თავიდან, რომ დედა ამბობდა, რომ მე გავაფრთხილე პოლიცია, რომ ეს იყო პრობლემური და არ გვჭირდებოდა ჩვენ ეს იარაღი და პოლიციამ წაიღო ეს იარაღები ნიკა კაპანაძისგან, ხო, ცხადია მოვიდეთ აქამდე, ეს ეპიზოდი მეტად უფრო ამძიმებს ამ შემთხვევაში პოლიციის პასუხისგებლობას. წაიღო, თუმცა მას შემდეგ რაც შემაკავებელ ორდერს გაუვიდა ვადა, დედის მხრიდან იყო დედის მიმართ ძალადობის გამო იყო გამოწერილი ეს ორდერი, იარაღები უკან დაუბრუნეს. თუმცა გარდა აი ამ რეპორტაჟისა, რაც ვაჩვენეთ, ვფიქრობ საკმარისი ვაჩვენეთ, იყო თუ არ იყო უთყუარად მყარი მტკიცებულებები, რომ პოლიციას ეს ცეცხლსასროლი იარაღები ამ კაცისთვის აღარ უნდა დაებრუნებინა. ცალსახად, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ პროკურორი ამბობდა იმას, რომ საქმეში არ არის ჯანმრთელობის ცნობა, ანუ რაც ყოფილა, აღმოჩნდა რომ არის. მე ამაზეც ეჭვმეპარებოდა, იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, მით უმეტეს, როდესაც დისპანსერშია გადაყვანილი ადამიანი და კონკრეტული თქვა კლინიკური ჩვენებებით მიმართვიანობა ხდება, ესეთი რაღაც ასე ვთქვათ, რა ვიცი, ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მით უმეტეს, როდესაც პოლიციელები მოდიან შემაკავებელ ორდერს უწარენ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, რომელსაც შემაკავებელი ორდერი აქვს, რომელიც არის ძალადობაში ეჭვმიტანილი, ამ ადამიანს არაფრით არ შეიძლება პოლიციამ დაუტოვოს ეს იარაღი. ეხლა ნახეთ რატომ. ზოგადად მიუხედავთ იმისა, რომ შეიძლება პროკურატურა და პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტრო არც არაფერს არ ამბობენ ამ კითხვებზე პასუხს არ გვცემენ, მაგრამ მიუხედავთ იმისა, რომ შეიძლება ძალიან ლეგალისტურად განსაზღვრონ ეს ყველაფერი და სამართლებრივად, თუმცა სამართლებრივი საფუძვლებიც, რა ვიცი, ძალიან ბევრია. ერთი რამ მინდა ძალიან ცალსახავ თქვა და ხაზი გაუსვა. პოლიციას არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია აკისრია, არამედ პოლიციას აკისრია დანაშაულის პრევენციის ფუნქცია. ეს არის მისი უპირველესი მოვალეობა. დანაშაულის პრევენცია, როდესაც მას სჭირდება სპეციალური პროფილაქტიკური აღრიცხვიანობა, სპეციალური ოპერატიული სამძებრო საქმიანობა განახორციელოს, სპეციალური ამ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობით რეალურად კონდეს იმ ადამიანების, პრობლემური ადამიანებთან, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მათ შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეალურად შეიძლება ქალაქს, საზოგადოებას, ადამიანებს უქმნიდნენ ძალიან სერიოზულ საფრთხეს. და საფრთხე რა არის? ნებისმიერი ცეცხლსროლი იარაღი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, რაიმე ან ისეთ ადამიანში, რომელსაც ვთქვათ, არა აქვს ის მდგრადი ფსიქიკა, რომელსაც კიდევ ვიმეორებ ნებისმიერი სტიგმატიზაციის გარეშე საუბრობს ჩვენ თემის სტიგმატიზაციის გარეშე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, ამ შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს. ეხლა, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რას? გვეუბნებიან იმას, ოჯახის წევრი ამბობდა, ხო? და ოჯახის წევრი ამბობს, რომ მე მათ შევატყობინე ამ იარაღის შესახებ და პოლიციამ ეს იარაღი არ ამოიღო და არ წაიღო, უბრალოდ წაიღო და დაიბრუნა. დედა იმასაც ამბობს, რომ მე ვუთხარი, რომ არ დააბრუნოთ ეს. მე საერთოდ არ მესმის ეს რა არის, უბრალოდ ხო, ძალიან რთული წარმოსადგენია, რატომ? როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? ფაქტია, რომ საფუძველი სამართლებრივად პოლიციას ჰქონდა, რომ მისთვის ეს იარაღი არ დაებრუნებინა ამდენი ეპიზოდი, აბსოლუტურად ყველანაირი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაცნაირად მოუგვარა პოლიციას, იმიტომ რომ სისტემა, ქართული ოცნების სისტემამ პოლიცია რაღაცნაირად სამწუხაროდ ეგეთ სისტემად აქცია, სადაც ჩვენ გვაქვს თუ არა საკმარისი ეჭვი იმ შეიძლება ახლა ამ წუთას დოკუმენტალური მტკიცებულება არ გქონდეს, ხო, რაღაც გაფორმებული კოორდინატორი იყო თუ არა, თქვა ქართული ოცნების, თუმცა მე ამასაც არ გამოვრიცხავ, იმდენად შეზრდილია უკვე სახელმწიფო პოლიცია და ზუსტად ეს საარჩევნო მახინჯი სისტემა, ხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს თუ არა საკმარისი ეჭვი ვისაუბროთ იმაზე, რომ პოლიცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ვერ ასრულებს პრევენციულ, საზოგადოებისთვის აუცილებელ დანაშაულის პრევენციულ ფუნქციას, შესაძლებელია ამ პოლიციას ქონოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისთვის ეს ადამიანი, ვთქვათ, ღირებული ინფორმაციის მატარებელი იყო, ხო? ანუ უფრო მეცაც გეტყვით, მე ხა 2024 წლის შემდეგ თქვენ იცით, ახლა საუბრობთ, სანამ შემოვიდოდით ეთერში, მთელი რიგი რეპრესიული კანონმდებლობა მიიღო ქართულმა ოცნებამ, ხო? გვახსოვს ალბათ, ეს დაწყებული რუსული
კანონიდან, რა ვიცი, დასრულებული ყველა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი კანონმდებლობა, რომელიც მათ მიიღეს, ახლა რატო ვსაუბრობ ამაზე, ეს იყო ყოველად შემზარავი, ასევე სტიგმატიზაცია ამ თქვათ თემის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების საერთო ბაზის შექმნა, ანუ ეს წარმოუდგენელია, მაშინ ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ და მე სრულად ვიზიარებ ამას, რომ ამ ბაზის შექმნა ზუსტად ეს არის პირადი მონაცემების გამჟღავნება, ეს არის ზუსტად ადამიანების კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში და მოწყობილ მდგომარეობაში ჩაგდება ისედაც ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე პრობლემებში არიან ეს ადამიანები და სერვისები არ არსებობს, მაგრამ მე რატო ვამბობ ახლა ამას? მაშინ დარახველიძე გამოვიდა, რომელიც სანქცირებულია ახლა ბიძინა ივანიშვილის მინისტრის მოადგილეა, ხო? მე მგონი თუ არ ვცდები კიდევ და ერთ-ერთ კომიტეტზე გამოაცხადა იარაღის შესახებ კანონში, როდესაც შექონდა ცვლილებები, გამოაცხადა მაშინ ის, რომ ჩვენ ეს რომ დავუვას ხა რაღაც კითხვები იყო და ჩვენ ეს იმიტომ ვჭირდებაო, რომ იარაღის ნებართვის ლიცენზიებს, ანუ ნებართვებს გადავხედოთ, შევისწავლოთ ეს ბაზები და იმ შემთხვევაში თუ რაიმე შეიძლება ვთქვათ პრევენციული პოლიტიკა გავატაროთ, აი ზუსტად ესე ამბობდა, ეხლა შემიძლია აქაც მისი ციტატები მაქვს, ამ პრევენციული პოლიტიკით ვთქვათ ეს ამოვიღოთ. ამოიღეს კი არა, ანუ მთელი წყება 2024 წლიდან და მანამდეც ჯერთი ხო ამინისტიის შემდეგ მერე პრობლემური აღრიცხვიანობა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო თვითონ ვთქვათ ხა უბნის ინსპექტორები გააუქმეს ინსტიტუტი როგორც ასეთი, შეიქმნა მარცხწელსრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, მაგრამ ესეც არავითარ ფუნქციას არ ატარებს. რა არის მარცხწელსრიგის ოფიცრის ინსტიტუტი? ეს არის პოლიციელი, რომელმაც უნდა იცოდეს ყველა უბანში რა ხდება, პროფილაქტიკური სამუშაოები, პრევენციული არათუ ხასიათი, ანუ ვინ არის თქვათ რაღაცა პოტენციური თქვათ რისკის მატარებელი საზოგადოების, ანუ რა ფუნქცია აქვს აბა პოლიციელს თუ არა დაიცვას ადამიანები. ჩვენ მე შემიძლია სრული პასუხისგებლობით ეხა გითხრათ, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ვერიდები ესეთ მტკივნეულ თემებს, ძალიან მტკივნეულია ოჯახისთვის, შემზარავია ჩვენთვის საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ და არ დადგა პასუხისგებლობა იმ ადამიანების მოვლენათა ჯაჭვის დათო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატო დაუბრუნეს, ვინ მისცა, ნებართვა როგორ გაისცა, რატომ არ იყო ცნობა ნორმალური, თქვათ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ეს მოვლენათა ჯაჭვი თუ არ გავიგეთ, მაშინ პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლობას არ აიღებენ. ეს ძიმეკვირა იმდენად დახუნძლა ქართულმა ოცნებამ ისეთი ამბებით, რომ როგორმე ამ თემაზე არავინ ილაპარაკოს. მათ შორის ახლა პროპაგანდისტული არხები ცხადია ამ ნაწილს საერთოდ არ ეხებიან და თქვენ კი თქვით ახლა ბოლოსკენ, მაგრამ მაინც მინდა ესეთი კითხვა დავსვა, ყველაფერი ეს არის თუ არა სამართლიანი, სამართლებრივად გამყარებული კითხვები თუნდაც, რომ პოლიციელების ან იმ განყოფილების მიმართ დაიწყოს გამოძიება და აი მოიკითხონ ეს ნაწილი სწორედაც რატომ დაუბრუნეს იარაღები. ანუ სამართლებრივი წარმოება, კითხვები დაისვას იმ პოლიციელების. თავისთავად, ანუ პირველი ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, აქვს სპეციალური დეპარტამენტი, ეს არის გენერალური ინსპექცია, რომელიც უნდა ახორციელებდეს ზოგადად სამსახურეობრივ გულგრილობაზე, ასეთ პასუხისმგებლობებზე, ასეთ ვთქვათ გადაცნობებზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, ყველა იმ დაუშვათ დანაშაულებებზე ან გადაცნობებზე, რომელიც აქვს ნებისმიერ პოლიციელს, ეს ერთი, მაგრამ ასევე რას აკეთებს პროკურატურა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, ზედამხედველობის ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ანუ პოლიციაზე. უფრო მეცაც გეტყვით, მე ყურადღებით უსმენ ხოლმე იმ პროკურორს, რომელიც იყო ამ საქმის პროკურორი, ანუ ბრალდებელი, მთავარი სახელმწიფო ბრალდებელი კაპანაძის, ანუ იმ ადამიანის, რომელმაც ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა და მისი პასუხებიდან მე ვერ გავიგე ის, რომ ასე ვთქვათ, არც შეწუხება, არც რაიმე კითხვები, რომ აი პროკურატურა იძიებს ამ ყველაფერს, რომ პროკურატურას აინტერესებს, რომ ჩვენ საზოგადოებამ ვიცოდეთ. საზოგადოება ადამიანს ოჯახმა ხო უნდა იცოდეს რა მოხდა და რას შეიწირა მათი 17 წლის შვილი. ეს არის წარმოუდგენლად მძიმე, როდესაც რაღაცნაირად ესე ყველაფერი არის გაბლარული, ყველაფერს აქვს დიდი ბინდი გადაკრული და იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ კითხვაზე
პასუხი არ დასვან, კითხვები არ დასვან და პასუხი არ მიიღონ, აი ამისთვის იგონებენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ ის საინფორმაციო დახუძლული სივრცე, რომელიც იყო წინა კვირას, ხო? ეს იყო ეგრეთ წოდებული რაღაც მათი რაღაც შექმნილი ხელოვნურად გამოგორებული ადამიანების რაღაცას შემზარავი, ზოგადად არაფერი ამას საერთო არ აქვს იმასთან, რასაც წარმოადგენს ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი, ქალი თუ ქართველი ხალხი ზოგადად, მაგრამ ეს იყო ზუსტად იმიტომ, რომ გაეტარებინათ ძალიან სერიოზული კითხვები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. ეხლა მაქვს კითხვა, რომელიც და ეს კითხვები მე სულ მექნება, სანამ პასუხს არ მოვისმენ და აქედანაც მინდა პროკურატურას ვკითხო, როგორია მოვლენათა ჯაჭვი, როდესაც პოლიციის უფროსი, მე ხარ ვიცი გვარი ვინ არის, თქვათ, ამ პოლიციის უფროსი, ზუსტად ვისაც ეკუთვნის ეს, თქვათ, ქალაქის ეს უბანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ შესაძლებელია, რომ ყოველწუთიერად გააჩერონ ადამიანები, გაჩხრიკონ მანქანები, დააკავონ, რა ვიცი, 5 პოლიციელი მივიდეს, თქვათ, სანაიასთან და ახობაძესთან და დააკავონ ისეთი მთელი რიხით და შემართებით. აი ხა ამდენ პოლიციელს, აი ძალიან მარტივ შეკითხვავსაო, ამდენ პოლიციელს ამ ხელა ძალისხმევა რო ჩაედო. აი რა ვიცი, 5-10 აკავებენ ბანერებს ადამიანებისთვის სიტყვის გამოხატვის, მთელი დეპარტამენტი შექმნეს, ხო, რაღაცაზე, ამ სკროლების დეპარტამენტი. თუ შეუძლიათ პოლიციელებს, რომ აი ეს ასეთი გულმოდგინებით დაიჭირონ ადამიანების სიტყვის გულისთვის, რატო არ იმოქმედეს ესეთი გულმოდგინებით, ასეთი რიხით და რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანს, რომელიც იყო ძალიან პრობლემური საზოგადოებისთვის და მათ შორის დანაშაულის ჩადენის, გამეორებითი ჩადენის მაღალი რისკი არსებობდა, რატო არ მოიღეს ეს 3 იარაღი? დღეს შეიძლებოდა ეს ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი. ამიტომ ამ კითხვას ვერავინ ვერ წაუვა, არ არსებობს, ანუ ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ გვჭირდება პასუხები, იმიტომ რომ საზოგადოების სხვა წევრები დავწოთ.